შენ იყავი წინას. აბა მოდი, აი რაზე საუბრობდით, აი მთავარი რა იყო, რა ვთქვით წინაზე, ეგ გითხრა. რაზე? თოხზე საუბრობდით და აი იცი რა მაინტერესებს? მეზვერის და ფარისეულის შესახებ საუბრობდით? ეგ ვის გახსოვთ? მეზვერე და ორი კაცი შევიდა მეთქი ტაძარში რომ ამბობდი, გახსოვთ? ყველაფერი გახსოვთ? მაშინ თუ ყველაფერი გახსოვთ, თქვენ რა უნდა მითხრათ, იცი? როგორი მარხვა მოსწონს უფალს, როგორი სიკეთე მოსწონს უფალს და როგორი არა. აბა ერთი ეს ვაშკაცი საუბრობს. სიკეთე მოსწონს, რომ კარგ რაღაცებს აკეთებენ ადამიანს. და ამის გამო ვინ გააგრძელებს? აბა შენ რა თქვი? მას უფალ თავდაბალი ადამიანები უყვარს. აი და ხუდი მოგხადა მაგიტო ეთქვა. თავდაბალი ადამიანები უყვარს, ეგ ისე გაგეხო. თავდაბალი, ანუ ისეთ შენახულ მარხვას რომ მე ნახე რა მაგრამ მარხულობ, აი სხვაზე კარგად მარხულობ. ეგეც შენახულ მარხვას აზრი არ აქვს. ნახე იმან ერთი კამფეტი აჩუქა ვიღაცას, მე ორი ვაჩუქე და ნახე რა მაგარი ვარ. ჯობდა არც ერთი არ გეჩუქა. და სინანული ქონოდა რომ ნეტა მეც მეჩუქა ერთი მაინც. გესმით? ანუ ღმერთს არ მოსწონს ისეთი არც გაკეთებული სიკეთე და არაფერი, როცა შენ ამითი ამაყდები, ამპარტაუნდები და სხვა ადამიანს ზემოდან უწყებ ყურებას რომ მე შენ ჯობი ვარ. გესმით? ესეთი არ მოსწონს. აი გვასწავლა წინა საუბარმა ეს თავარი შინაარსი ეგ იყო. მოდი ახლა დღეს რა ხდება, რაზე სულსწორად თქვენთან ვისაუბრ. მოკლედ ახლა აქ გამოსახულება შეიძლება კარგად არ ჩანს, მაგრამ ორიოდე სიტყვით გეტყვით რა ხდება. აქ არის ოჯახი, ნახეთ, აი მამა არის თავის შვილებთან ერთად, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ წითელი სამოსი, ვისაც აცია. ნუ აქ ეგრეა გამოსახული ხა წითელი სამოსი. სადღაც არის რომ თეთრი სამოსით არის გამოსახული რა. აი წითელი სამოსი. ეგ არის უმცროსი შვილი, ორი ვაჟი ყავდა ამ კაცს. ეს კაცი ღმერთს განასახიერებს. იგავი კი პირდაპირ ნათქვამი კი არ არის. რაღაცას გიყვება, მაგრამ სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ამ უმცროს ვაჟს აღარ მოსწონდა სახლში ყოფნა, მამას უთხრა: მამამ, მომეცი რაც მერგება შენი სამკვიდრებელიდანო და წავალო. ანუ ოცნებები აქვს რომ წავა რომელიღაც შორს ქვეყანაში და იქ გამდიდრდება, იქ კარგად იქნება, ბედნიერი იქნება. და მამა ესე იგი ძალით არ იჭერს ამ შვილს. მართლაც მისცემს რაც ეკუთვნის და გაუშვებს. აი ეს ვაჟი მიდის, ნახე აცილებენ, გაუშვებს, წავიდა, იქ დროს ტარებით ცხოვრობს. დროს ატარებს, ფულს ფლანგავს, უზნეოდ ცხოვრობს და რომ ეგონა რომ იმ სიმდიდრით რაც სახლიდან წამოიღო, უფრო დიდ სიმდიდრეს იშოვიდა, პირიქით ისიც დაეხარჯა და შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. აღარაფერი აღარ აქვს. და ერთ რამეს დააკვირდით ძალიან კარგად. აი ეს არის ის ბიჭი. ახლა შეხედეთ, აქ სხვა ფერი აცია, ხო მართალი? ეს სამოსელი წითელი აღარ აცია. ეს სადღაც დაკარგა, ეს სულიერი გაგებით არის ეს სამოსელი. სამოსელი პირველი, ამას სამოსელი პირველი ქვია. ეს არის ის მადლის სამოსელი ადამს და ევას რომ სამოთხეში ქონდათ. სანამ შესწოდავთ. რომ შეწოდეს და ღვთის ნებას გარდახდნენ, ის აკრძალული ხილი რომ შეჭამეს, მათაც განეძარცვათ ეს მადლის სამოსელი. აი ამ ახალგაზრდა კაცსაც ეს იძულებული გახდა რომ წასულიყო და ერთ კაცს შეკედლებოდა და ღორების წყევსად დამდგარიყო. მერე ნახეთ რა ხდება. აი ღორებთან ერთად არის და ენატრება მათი საკვებიც კი. ღორების საჭმელი ენატრება. არა და ეხლა წარმოიდგინეთ. აი აქ როგორ სუფრას უჯდა თავისი მამის სახლში არა? როგორ შვიდათ არის, კარგად არის, თუმცა შვიდათ არ არის იმის გამო რომ ეპატარავება ეს თავისი მამის სახლი.
ეწოტავება ის ყველაფერი რაც აქვს. აი წაღარო სახარება წავიკითხეთ. 10 კეთროვანი რომ განკურნა უფალმა, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრე, 10 ადამიანი განკურნა უფალმა და ერთმა უთხრა მარტო მადლობა. დანარჩენებიც ხო განკურნა, მაგრამ იმ დანარჩენებს მადლობა კი არ უთქვიათ. აი ამ შვილს რომ მადლიერების გზნობა ჰქონოდა, ესეც არ წამოვიდოდა მამის სახლიდან, მაგრამ ნახე, იქ რაც ჰქონდა, ის არ დააფასა და წამოვიდა. აქ კიდე ღორების საჭმელი ენატრება. მერე დაფიქრდება და იტყვის რომ, ესე იგი, აი მოდი ახლა ჩვენ ესე ვთქვათ. ჩვენ რომ მაგის ადგილზე ყოფილიყავით. ჩვენ რომ მაგ ბიჭის ადგილზე ყოფილიყავით, აი ღორების საჭმელი გვენატრება მაშინ, როდესაც მამასთან ყველაფერი გქონდა. რას იფიქრებდი შენ? რა გავაკეთო? რა სიტყვოდი? მე ვიფიქრებდი რომ მამასთან მივსულიყავი და ჩემი საქციელისთვის ბოდიში მომეხადა. შენ გენაცვალე. დაუკარით. არა, ეგრე არის, მუსიკა დაუკარით მე. თქვენ ტაში გეგონათ? აი, მაშინ თუ ტაშია წესიერად დაუკარით. შენ აბსოლუტურად სწორად მივხვდი. მაგ ვაჟკაცმაც, ახალგაზრდა კაცმაც ეგრე იფიქრა. ნახეთ, წარმოიდგინეთ ღორების საჭმელი ენატრება და გაახსენდა თავისი მოწყალე მამა. მამა ჩემთან ნახეო, რამდენი მოჯამაგირეაო ფიქრობს, რამდენი მსახურიაო რომ უამრავი საკვები აქვსო და მე კიდე აქ ღორების საჭმელი მენატრებო. ეხლა მაგალითად ამ ბიჭს, აი შეკითხვასო, ამ ბიჭს რომ სწოდნოდა რომ მამა ისეთი სასტიკია, რომ რომც მივიდე, მაინც არ მიმიღებს. მეტყვის რომ შენ ხო შენი წილი ქონება აიღე და გაფლანგე და მაინც არ მიმიღებს. ის ფიქრი მოვიდოდა, რაც ჩვენს მეგობარს მოვიდა თავში. იფიქრებდა რომ მამა მაინც არ მიმიღებს და რაღაცე ავდგე, რაღაცე წავიდე. მაგრამ ამ შვილმა იცის რომ მამა არის მოწყალე, ადვილად პატიობს. და ღმერთი ეგეთი ადამიანს ადვილად პატიობს. და ადგება ეს ვაჟი და წავა მამასთან და ნახე. მამა წინ გამოეგებება, გულში ჩაიკრავს, კოცნის და შვილი ამბობს, მამაო, ცოდე ცად მიმართა შენს წინაშე და აღარა ვარ ღირსი რომ შენი შვილი ვიყო. როგორც ერთი მსახური ისე მიმიღეო. და მამამ გულში ჩაიკრა აპატია, ნახეთ რა გამოუტანეს, რა არისო, რა ვთქვით ამას. სამოსელი პირველი, ანუ აქ რაზეა ეხლა ლაპარაკი, ნახეთ. როდესაც ადამიანი ცოდვაში ჩავარდება და ამ ცოდვებს არ ნანობს, მას განეძარცვება ის მადლის სამოსელი. ესეთი მადლის სამოსელი თითოეულ ჩვენთაგანს აქვს. თითოეულ ჩვენთაგანს. ეს უბრალოდ აქ გამოხატულია წითელი ფერით, რომ ჩვენმა თვალმა კარგად აღიქვას, კარგად დავინახოთ, თორე ჩვენი სულიერი სამოსი არ ჩანს ესე გარეგნულად, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს. როდესაც ადამიანი ცოდვაში ვარდება, აი წავიდა, უამრავ ცოდვაში ჩავარდა და განეძარცვა ეს მადლის სამოსელი. და იცი როდის უბრუნდება მადლის სამოსელი? როდესაც ის ნანობდა თავის ცოდვის, როდესაც მოინანიეს. აი მამამ გამოიტანა და ჩააცა სამოსელი პირველი. ანუ ჩვენ როდესაც აღსარებას ვამბობთ, აი ეს იგავი რას გვასწავლის, როგორი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ის მიდის და ნანობს, ღმერთი მოწყალია და მას პატიობს. ეს იგავი მაგას გვასწავლის, რომ რაც არ უნდა დაგემართოს. როგორც ცოდვაშიც არ უნდა ჩავარდე, იმედი არ უნდა დაკარგო. ჩვენ მერე ანიმაცია ვნახოთ, ესე იგი და კიდე მერე გავაგრძელოთ მსჯელობა. ნახეთ, მოვიდა სახლში, მამამ სამოსელი პირველი კვლავ ჩააცა, მამამ ბეჭედი გაუკეთა ხელზე, ბეჭედი იმის ნიშნად, რომ ისევ შენ ჩემი შვილი ხარ. არა როგორც მსახური ისე გიღებ, არამედ როგორც შვილი. გამოიტანეს და ფეხზე ჩააცეს. ნახეთ, თვითონ აციათ ფეხზე, ამას ფეხზეც არ აცია. ფეხზე ჩაცმა იცი რას ნიშნავს, აი მოდი ესე ვთქვათ. მაგალითად, აი ახლა წერან ფეხბურთელის სურათი რომ ამოხდა. ვიღაც პიროდა ფეხბურთი ფეხეთქო, გიყვარს ფეხბურთი და ახლა წარმოიდგინე.
როდის უფრო მზად ხარ ფეხბურთის სათამაშოდ, ფეხზე რო ბუცები გაცვია და შეკრული რო გაქვს თუ ფეხში შველი რო ხარ? და ფეხზე რო გაცვია და როდის უფრო მზად არის ადამიანი სათნოების აღსასრულებლად, აი სიკეთის საკეთებლად, როცა მას ფეხზე აცვია, ეს სულიერად სიმბოლურად არის გამოხატული. ესე იგი, სანამ ამას ფეხზე არ ეცა, ეს სულიერად მზად არ იყო, რომ რაიმე სიკეთე გაეკეთებინა. და ეხლა ფეხზე იცომს, რომ მზადყოფნაში იყოს. აი შენ დავუშვათ, მეგობრებს ელოდებები, უნდა გამოგიარონ და ფეხბურთის სათამაშოდ მიდიხარ. მოვიდნენ და ფეხში შველი ზიხარ. ხო იფიქრებო, რომ ეს მზად არ არის, მოდი დავტოვოთ ჩვენ წავიდეთ. თუ მეგობარია კი არ დაგტოვეს, მაგრამ ზოგადად ხო იფიქრებო, რომ შენ მზად არ ხარ. მაგრამ შენ თუ ესე იგი შეკრულიც გაქვს ფეხზე და თან ბურთიც უკვე ხელში გიწირავს, ხომ ხვდებიან, რომ ეს მზად არის. აქაც ესე. ფეხზე რომ ჩააცეს, ეს ნიშნავდა, რომ ის უნდა მზადყოფილიყო, რომ სიკეთეები გაეკეთებინა. მოიყვანეთო და დაკალითო საუკეთესო ხბო. არა, ხბო არის, ზვარაკი ჭამებული, ძველ ქართულად ესე ქვია, ზვარაკი ჭამებული. ვიხაროთო და ვიდღესასწაულოთო, რადგანო ჩემი შვილიო მკვდარი იყო და გაცოცხლდაო. ანუ სულიერად იყო მკვდარი და გაცოცხლდაო და დაიწყეს ხიარულება. მოდი ახლა ვნახოთ, რაზეც ვისაუბრეთ და მე ერთად განვიხილოთ კიდე ერთი. დაკარგული იყო და გამოჩნდა. მე თუ დრო დაგვრჩება მაგ ფეხბურთელზეც უნდა გითხრათ. ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუღო მათ თავისი ქონება. ცოტა ხანმა რომ განვლო. შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თამაშებულად ცხოვრობდა. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა. მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად. ნადრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რკოთი ამომავსებინა მუცელიო. მაგრამ ვინ აღიხსენდა? გონს რომ მოეგო, თქვა: მამა ჩემის რამდენ მოჯამაგირეს, თავზე სავრელად აქვს ური. და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამა ჩემთან და ვეტყვი. მამი, ცოდეცის მიმართ და შენს წინაშე. და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი. გამოიქცა. კისერზე მოიხვია და კოცნა დაუწყო. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდეთ ის მიმართდა შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი. გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ჭამოთ და ვიმხიარულოთ. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.
ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოისმა. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბოდაგლა, რა კი სახსალამათი დამიბრუნდაო. ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა შემოდიო. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულარ შემცნებას და არ ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. სამაგიეროდ მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბოდა უკალი. ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ყველაფერი რაც მაქვს შენია. ამჯერად კი გვმართებს ვიხაროთ და ვიფხიარულობ. ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა და დაკარგული იყო და გავჩნდა. გამოსახულებები არჩევს. მოდი ახლა პატარებს კითხოთ, ესე იგი რა დაამახსოვრდათ. თუ დიდებს კითხოთ, აბა შენ რა დაგამახსოვრდ? მამასთან მივიდა და სთხოვა, რომ აღარ მოიქცეო და დავრჩევიო. როგორ მიიღო მამამ? მამამ როგორ მიიღო შვილი? კარგად. კარგად მიიღო. აი როგორც მამამ მიიღო შვილი, დაინახეთ სადმე რომ მამამ უსაყვედურა? არა. მამას ერთი სიტყვაც არ დაცდენია საყვედურის. ეგ იცი რას ნიშნავს? ადამიანი რომელიც სინანულით მიდის ღმერთთან, ღმერთი არ უსაყვედურებს, პირიქით შეიტყობს და გულში ჩაიგრავს. მაგრამ თუ ისე მიდის ადამიანი ღმერთთან, რომ მე მართალი ვარო, ეგრე სხვანაირად დახვდებოდა მამა. შვილი რომ მისულიყო ეხლა მამასთან და ეთქვა რომ აი ესე ყეყეჩურად რომ მისულიყო, რა მოხდა მე რომ გავფლანგე ეს ფული და ცუდად უზნეოდ ცხოვრობდი, მაინც მიმიღეო. როგორ ფიქრობთ, მამა მაინც ესე დახვდებოდა? არ დახვდებოდა. ანუ როდესაც ადამიანი მიდის თავისი ცოდვების გაცნობიერებით ღმერთთან, ის ესე სიყვარულით იღებს. ეხლა მაგალითად თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ უძღებ შვილში ვინ იგულისხმება? აი უმცრო შვილში, უძღებ შვილში. არა, უფალი მამა არის, მამა იგულისხმება. შენ რა სიტყვა? ვინ აბა? აბა ნიკო, ეს საუკეთესო მეკარე იყო იქ ერთგან. ამას ეცოდი. ცოდვილი ადამიანი. და ცოდვილი ადამიანი რომელია? აბა თითიდაა. ყველა. ყველა ცოდვილი ადამიანი. ანუ თითოეული ჩვენთაგანი ვიგულისხმებთ. ეხლა უცოდვილი ადამიანი ხო არ არსებობს. ეგეთი ადამიანი არ დაბადებულა, ეგეთი ადამიანი რომ რაიმე ცოდვა არ კონდეს ჩადენილი. ამიტომ ყველას მართებს თუ არა სინანული. მაგრამ ადამიანმა რომ გაიგოს რა შეინანოს, რა უნდა გააკეთოს? რა უნდა გააკეთოს? ახსარება უნდა თქვას. აი ხა მაგალითისთვის ვიტყვი. ეხლა ჩვენ რომ მოვდივართ, საკვირაო სკოლა იქნება თუ ქორწილში თუ დაბადების დღეა თუ სხვა,
ჩვენ ხო ფიქრობთ რომ სუფთა ტანისამოსი ჩავიცოთ და ესე წავიდეთ. ეხლა მაგალითად თქვენ რო აქ მოდიოდით, ხო იცოდით რომ სუფთა ტანისამოსი გეცოთ. ეხლა ვინმე რომ მოვიდეს, აი ესეთი სარწმუნო კაცი, ვისაც ჩვენ ვენდობით და რო გითხრას რომ თვითონ თქვენთაგანს დასრული აქვს ტანისამოსი. ჩვენ ხო პირველ რიგში გაგვიკვირდება არა და სუფთა ტანისამოსი მოვედით და რას იზავდა თითოეული ჩვენთაგანი. გაიხდიდა და დავაკვირდებოდა რა ხდება ნეტა სად არის დასრული. ხომ არ იქნებ უკან არის და მე ვერ ხედავ, იქნებ შიგნიდან არის რაღაც ლაქა აქვს თუ რაღაც ხო დავაკვირდებოდა. და თუ არ დავაკვირდებოდა ხო ვერ გაიგებდა. ეხლა მაგალითად მე რომ უკან დავუშვათ აი არის ხოლმე ზოგჯერ სკოლაში აი ცარცი წაეს მე ხოლმე დაფასთან მიეყუდება ადამიანი. მე ხო უკან ვერ ხედავ. თუ არ გავიხადე, არ შევხედე, არ დავაკვირდე, მე ხო არ მეწოდინება რომ რამწის. ჩვენი სული წესია. ჩვენ სულს უნდა დავაკვირდეთ, ჩვენ როგორები ვართ სინამდვილეში და იცი როდის უნდა დავაკვირდე? ყველაზე მეტად უფრო, ყველაზე ხელსაყრელი შემთხვევა როდის არის? აი ძილის წინ. მე ხა ერთი შეკითხვა მაქვს ისეთ. ყველასთვის ნაცნობი. რა საკეთებს თქვენი ტოლი ბავშვი ძილის წინ? აი შენ რა საკეთებ ხოლმე ძილის წინ? აბა შენ რა საკეთებ? კასაცმელს ვიხდით და კარგად ვალაგებთ და როგორ შენ ძალიან კარგად იქცევი. შენ რა საკეთებ ხო? დღევანდე უნდა მამა ჩვენო. ლოცულობ ხოლმე ძალიან კარგი, აბა? შენც ლოცულობ ხოლმე. ესე იგი მარტო მე ვიძინებ ტელეფონი? ეხლა ისე გამოვიყვანეთ რომ ერთი თქვენ მე ვარ ყველაზე და თქვენ ანგელოზე ვიყავ. მოდი ახლა ჩამოყარეთ წოდები. არ გინდა თამაში? ყოველ ღამე ვამბობ მამა უჩვენ. რა კარგია. მე შემთხვევით ვარ მოვედი აქ. გამოვიჯე ხანდახან ხოლმე ყოველთვის ლოცულობ და პიჟამას ვიცნობ. აბა? მე ვკითხულობ ლოცვას მამა უჩვენს და უძინე. თქვენ გენაცვალე. მაშინ ვკითხულობ. ამიტომ შემდეგ ორშაბათს საკვირაო სკოლა არ იქნება. აბა რაღაცა ყველაფერი კარგად იცი და შემდეგ ორშაბათს არ იქნება. არა მართლა არ იქნება, მაგრამ ის ისე. დილას საღამოს ლოცვა. ამიტომ მოდი რა გავაკეთოთ, იცი? ისა ყველებს ხეხავ ლოცულობ ძილის წინ და ძოლით. ხო, მაგრამ ჩვენ ხო არც ერთს არ გვითხოვს, რომ აი საღამოს ფიქრობთ, მთელი დღე როგორ მოვიქეცთ. ხო არავის არ გვითხოვს. არა და ჩვენ რო დავფიქრდეთ, ესე იგი რო დავფიქრდეთ, რომ ძილის წინ დავფიქრდეთ მთელი დღე აი მართა უკვე დაფიქრდა და კიდევაც წაუძინა. მთელი დღე როგორ გავატარეთ, ესე იგი. არა, მხიარულად გატარება კარგია, მაგრამ იცი რას ვამბობ? არა, ნახე, მაგაზე დაუშვათ, აი საღამო ხანი. მე უნდა ვიფიქრო, იცი რა? ბიჭებო. უნდა ვიფიქრო, აი დილით რომ გავიღვიძე. როგორ დაველაპარაკე ჩემს ოჯახის წევრებს? დამეზარა თუ არა ადგომა, ან თუ დამეზარა და მაინც ავდექი თუ არა. გესმით, აი თვალებს რო გაახედა, რო იტყვი რომ მოდი 5 წუთი წაუძინო, 7 წუთი, 10 წუთი. ეგ ნიშნავს, რომ სიძარმაცემ 1 გოლი გაგვიტანა. მაგრამ თუ მაშინვე წამოხტები, ეგ ნიშნავს, რომ პირიქით შენ გაიმარჯვე. მერე ოჯახის წევრებს მეკარემაი ოჯახის წევრებს როგორ მიესალმე? აბა მოდი ცოტა ხანს გაგცით რომ დამშვიდეთ, ხანაირად არ გამოვა. დაიღალეთ ახლა თქვენ გაკვეთილები გაქვთ, წრეები გაქვთ.
სპორტი გაქვთ. ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ცოტა ხანი მომითმინეთ. ანუ კაცი უნდა ფიქრობდეს, ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. სკოლაში ბავშვებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, ვინმე ხო არ გაანაწყენა თავისი სიტყვით თუ საქციელი. მერე იქ სპორტზე რო დადიოდა თუ მასწავლებელთან თუ სხვაგან ვის როგორ ეპასუხებოდა, ვის როგორ ეურთიერთებოდა, ურთიერთობა როგორი ჰქონდა და უნდა იფიქროს, რამე ხო არ დავაშავე დღეს. რომელი საქციელი არ მომწონს მე ჩემს თავში. აი ამაზე უნდა იფიქროს და თუ კაცი მაგაზე ფიქრობს, ის ნელ-ნელა უკეთესი გახდება. ნელ-ნელა უკეთესი გახდა. მერე იმაზეც უნდა იფიქროს, მე დღეს ვინმეს რამე თუ გავუკეთე კარგი. თუ აღმოაჩენ რომ იმ დღეს არავისთვის არაფერი გაგიკეთებია კარგი. ეხლა კარგის გაკეთებაში იმას კი არ ფიქრობ, რომ მაინც და მაინც აი რაღაცა დიდი საქმე გავუკეთო. ადამიანს რო გაუღიმო, ხო შეგიძლია. და გაუღიმე მე, რატო არ უღიმე? რატო უნდა უყურო დამღერილმა? გაუღიმე, იქნება იმ ერთმა შენმა ღიმილმა, როგორ გაუხალისოს იმას ცხოვრება, ხო მართალია? გაუღიმე, მოეფერე, ჩაიხუტე, თბილი სიტყვა უთხარი. ძნელია თბილი სიტყვა რო უთხრა? ხო და უთხარი თბილი სიტყვა, მასწავლებელს უთხარი, თანაკლასელს უთხარი, მეგობარს უთხარი, მშობელს უთხარი, რაღაცა უთხარი, მაგრამ მე კიდე ერთი რა იცი, მე რას დავაკვირდი ჩემს თავში, ესე იგი. როდესაც ადამიანს, ესე იგი, თბილ სიტყვას ვეუბნები, აღმოაჩენ, რომ მე რაღაცნაირად კარგად ვარ. როდესაც ადამიანს აი ან უსაყვედურებ, ან უხეშად ვეთქვი, ვგრძნობ, რომ რაღაცა ჩამოინგრა ჩემში, აი რაღაცა ცუდად ვარ. ეგ იცი რატო? ჩვენი ბედნიერება მარტო ჩვენზე კი არ არის დამოკიდებული. ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია როგორ ვზრუნავ მე სხვის ბედნიერებას. ჩვენი სიმშვიდე დამოკიდებულია მე როგორ ვზრუნავ სხვის სიმშვიდეს. და როგორც მე მინდა რომ მომექცეს, თუ ისე არ ვექცევი, მე ცუდად ვარ. ახლა მე ხო არ მინდა ვინმე უხეშად მითხრას. ვინმე დამიბღვიროს, ვინმე მისაყვედუროს, მე თუ არ მინდა, არც მე უნდა მოვექცე სხვას ეს. და თუ ესე ვექცევი, ვგრძნობ რომ მე ცუდად ვარ. ეს მე ჩემს თავზე ვამბობ, ესეთი დაკვირვება ვაწარმოებ. არ ვიცი, თქვენ დააკვირდით თქვენს თავს. მას როგორც მოექცევ, ისე მოგექცევიან, ერთიანადაც არის. ო, როგორც შენ მოექცევი, ისე მოგექცევიან, აბა? მას როგორც გვინდა რომ მოგექცენ, ისე უნდა მოვექცენ სხვას. ისე უნდა მოექცე. მეორე კიდე რა არის? აბა? შენ თუ სიკეთეს უკეთებ, ისიც შენ გიკეთებს სიკეთეს. კი ბატონო, კიდე ერთ რას დავაკვირდი. ზოგჯერ ჩვენ ალბათ შევხვედრივართ ადამიანს, რომელიც ცოტა ეჭვიანია. ან შეიძლება ჩვენს თავშიც აღმოგვიჩენია. აი მაგალითად, მე და ლიამ გავუშვათ სიტყვაზე ვამბობ, აი მე და ლიამ ვილაპარაკეთ, შენ რა გქვია? თომაზე რაღაც ვილაპარაკეთ ახლა მე და ლიამ, ისე რომ თომა აქ არ არის. ესე იგი მე რო სხვაზე ჩუმად ვილაპარაკე, ამის ზურგს უკან. დავუშვათ თომაზეც ვილაპარაკე, შენ რა გქვია საყვარელი? თეკლაზე ვილაპარაკე, კიდე სხვაზე ვილაპარაკე და ეხლა მე ჩემში რა ხდება, ნახეთ. დავუშვათ ეხლა გავიხედე რომ გაბრიელი და თომა ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობენ. და მე უკვე იცი რა ეჭვი მიჩნდება, ესენი ჩემზე ხო არ ლაპარაკობ. გასმის? იქ კიდე ორი ადამიანი ლაპარაკობს, ესენი ჩემზე ხო არ ლაპარაკობ, იმიტომ რომ მე როგორიც ვარ, ესე უყურებ სხვასაც. მე რადგან სხვაზე მაქვს ესე ჩუმად ნალაპარაკე, ვფიქრობ, ეთყობა ისინი ჩემზე ესე ლაპარაკობ. შეიძლება მათ სულაც არ ვაინტერესებს, ისინი ჩემზე სულაც არ ლაპარაკობ. გესმით რაზე ლაპარაკობ. კარგი, მოდი ახლა რომ არ გადაგღალოთ, ახლა ვნახოთ ფეხბურთამდე ერთი წუთი. აი, რითი შეცდა ეს უძღები შვილი, რამ შეაცდინ? არა, რაღაც მინდა გაჩვენოთ. აი, იმის კიდე უფრო მეტად შთამბეჭდავი რო იყოს, რამ შეაცდინა, რას ელოდებოდა და სინამდვილეში რა შერჩა. მოდი ერთი პატარა ვიდეო ნახოთ. წეღან თქვენ თვალი მოკარით, მაგრამ არ გინდათ შუქი არ ჩააქროთ, უბრალოდ ეს ძალიან პატარა ვიდეოა. როგორ იჭერს ეს წუთი სოფელი ადამიანებს. აი როგორც ის უძღები შვილი დაიჭირა. ნახეთ. ეხლა ნახეთ. აქ დავლა წყალში არიან დიდი თევზები. მოიცა. აქ არიან დიდი თევზები. ეს კაცი ტალახიანი ტყუილად კი არ არის.
ეს სპეციალურად არის ესე რომ იმ დიდმა თევზმა ეს არ შეამჩნიოს და ჩვეულებრივი მიწა ეგონოს იქ რაღაც. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. იმ დიდ თევზს ამ პატარის დაჭერა უნდა. და გონია რომ დაიჭერს და კარგად ჩაიტყვარუნებს პირს. შეხედეთ? მოდი ერთხელაც ნახოთ და ეხლა ესე შევხედოთ. ეხლა ესე შევხედოთ ამ ამბავს. ის თევზი, რომელიც წყალშია, ის ვართ ჩვენ. ის არის ის უძღების შვილი, რომელიც მამის სახლიდან წავიდა. ეს კაცი არის ამ წუთის, ეს წუთის სოფელი. და ეს პატარა თევზი არის საცდურები. როგორ იჭერს ეს წუთის სოფელი ადამიანს. და იმას რო ეგონა რომ იმ პატარა თევზს შევჭამ და პირს ჩავიტყვარუნებო, სინამდვილეში რა დაკარგა? სიცოცხლე დაკარგა და თვითონ რო თქვის შეჭმას აპირებდა, ბოლოს ალბათ დაფაზე თვითონ აღმოჩნდებოდა, ეგრე არ არის? აი შეხედეთ. ხოდა აი ამ დიდ თევზს რომ დაეჯერებინა უფრო გამოცდილისთვის, თავისზე უფრო მეტად გამოცდილი ადამიანისთვის, ხომ აღარ მოუვიდოდა ეგ? იმ უძღებ შვილს მამისთვის რო დაეჯერებინა, ხომ არ მოუვიდოდა? ისე რომ ჩვენ სანამ რამე მოგვია, უნდა რჩევა იკითხო, შენი მშობლისგან, მოძღვრისგან, უფროსი ადამიანისგან, რა როგორ ჯობია რომ გააკეთო. ეხლა ნახეთ კიდე ერთი გამოცდილებაზე ერთი პატარა სურათი არსებობს. შეხედეთ. მაგრამ სამწუხაროდ მე მგონი ვერ შეხედავთ, იმიტომ რომ ხო არ ჩანს, არა უშავს, ესეც ხო ჩანს. შეხედეთ. ამ კაცს უნდა რომ იმ ბრიტოს ხელი დაარტყას, მაგრამ აი ხედავს უკანა ადამიანს, რომელმაც ეგ უკვე გააკეთა. ხელები მოეჭა. ეს ახლა მაინც გააკეთებდა? არ გააკეთებდა, იმიტომ რომ ხედავს, ახლა მაგალითად, შენ რომ ხედავ ადამიანი, რომ ვიღაცამ აი სასმელზე დამოკიდებულებით, ლოთობით ცხოვრება დაინგრია და რამდენმა. შენ უნდა მიხვდე იმას, რომ შენც ვაპირებ ეგრე ჭარბად დალევას, უნდა იცოდე, რომ შენც ეგრე მოგივა. შენ რო ხედავ, რომ ვიღაცამ იმ ნარკოტიკებთან დამოკიდებულებით ცხოვრება დაინგრია, ოჯახი დაინგრა, თავი დაიღუპა, შენც უნდა მიხვდე, რომ ეგ არ გააკეთე. ან რომ ხედავ, რომ ვიღაცამ ახლა თქვენ ცოტა პატარები ხართ. ვიღაცამ ხედავ, რომ იმ კაზინოებში თამაშით და იმით მართლაც გაიუბედურა თავისი ოჯახი, ცხოვრება, ზოგმა მერე თავი მოიკლა სამწუხაროდ. ამას რო ხედავ, რომ სხვებს ესე მოუვიდათ, არც შენ არ უნდა გაბედო იმის გაკეთება, გესმის, იმიტომ რომ არც შენ არ დაგინდობს ის. ეს ბრიტვა ეხლა, თუ ეს კაცი არ დაინდო, ამას რატო დაინდობდა, ხო მართალია? ამასიც იგივე არ მოვიდოდა. ამიტომ აი სიფრთხილეა ძალიან საჭირო. რა უსაყვარო? მაგალითი მოგცა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მაგ მაგალითს ვერ ვითვალისწინებთ ხოლმე, სანამ ჩვენ არ მოგვივა. ამიტომ აი წინასწარ უნდა დაფიქრდეს ადამიანი. კარგი, მოდი სანამ ახლა ერთთან იმას გაჩვენებთ. ის რაზეც ვისაუბრეთ, ახლა უფრო მხატვრულად არის ანიმაცია გაკეთებული და ბოლოს ის ნახოთ, მაგრამ მანამდე რადგან ფეხბურთზე მთხოვეთ, ამას გაჩვენებთ. თუმცა ერთი პატარა შესავალი მინდა გავუკეთო. არსებობს ესეთი გუნდი ტურინის იუვენტუსი. ხო გაგონი? სხვადასხვა აი ამ ქალაქში ტურინში არის მაცხოვრის სუდარა, ის სუდარა, რომელშიც ჯვრიდან რო გარდა მოხსნას იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა იმ ტილოში გაახვიეს და ის ტილო დღეს ინახება იტალიის ერთ-ერთ ქალაქ ტურინში, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო რა გუნდი არის იუვენტუსი, რა და ამ გუნდში იუვენტუსში თამაშობდა
ერთ-ერთი ასეთი დიდი ფეხბურთელი, რომელსაც ქვია ალესანდრო დელ პიერო. გაგონიათ? ეხლა რა მოხდა? აი ამ ალესანდრო დელ პიეროს ერთგულებაზე ვამბობ. როდესაც ეს გუნდი რაღაცების გამო დააჯარიმეს და მეორე დივიზიონში გადავიდა, ანუ მთავარ მასში კი სერია A-ში კი არა, არამედ სერია B-ში გადავიდა. Manchester United-ის მთავარმა მწვრთნელმა, არა, ალექს ფერგიუსონმა დაურეკა დელ პიეროს და შესთავაზა, რომ გადმოსულიყო მის გუნდში. ახლა Manchester-ი ისეთი გუნდია, რომ ყველასთვის საოცნებო და სანუკვარია, რომ იქ ითამაშოს, მაგრამ დელ პიერომ ნახე რა უთხრა. რომ მან უთხრა, რომ მაშინ, როდესაც მის გუნდს უჭირდა, ის ვერ დატოვებდა. გუნდს ვერ დატოვებდა. მარტო მაშინ კი არ იყო ერთგული თავისი გუნდისა, როდესაც ის წარმატებული იყო. არამედ როდესაც გაუჭირდა, მაშინაც ვერ დატოვებდა. ეს ნამდვილი პასუხი იყო, თან ეს კაპიტანია გუნდისა და ეხლა ის რაზეც თქვენ მთხოვეთ, ის უნდა გაჩვენოთ. მის შესახებ იხსენებს ერთ-ერთი კიდევ ძალიან კარგი ფეხბურთელი, თქვენ მიხვდებით, არა, რამოსი არ არის, არა, ეს არის ფაბიო კანავარო. და ნახეთ რას ამბობს. როდესაც იუვენტუსი მეორე დივიზიონში დაქვეითდა, მე რეალ მადრიდში გადავედი. ანუ ამან დატოვა ეს გუნდი. ეს ისე არ მოიქცა როგორც დელ პიერო. ამან დატოვა გუნდი. მე რეალ მადრიდში გადავედი, დელ პიეროს დაურეკე და უთხარი, რომ ის რეალს სურდა. რეალიც ისეთი გუნდია, რომ ყველას უნდა იქ თამაში, მაგრამ ნახე რა უთხრა დელ პიერომ რა უთხრა. მისი პასუხი იყო: არა, როდესაც გემი იძირება, კაპიტანი მას ბოლოს ტოვებს. და კანავარო ამბობს და მე საკუთარი თავის შემცხო. რატო შერცხო? თავისი გუნდი დატოვა. ამ კაცმა არ მიატოვა. ეს კაცი არის ბეღურა. ამან არ მიატოვა თავისი გუნდი. გასაჭირში არ მიატოვა. ეს არის ვაჟკაცობა. ესე იქცევიან ადამიანები. აი როგორც ეს დელ პიერო მოიქცა. ისე რომ ჩვენ თუ სადმე ვნახავთ, რომ ჩვენს მეგობარს გაუჭირდა, ჩვენს ოჯახს გაუჭირდა, ჩვენს სამშობლოს გაუჭირდა, კი არ უნდა დაკრა ფეხი და წახვიდე, არ უნდა მიატოვო. შენ იქ უნდა დარჩე, სადაც ის შენი არის. მეგობარი, ოჯახი, სამშობლო თუ შენი გუნდი თუ შენი კლასი თუ ასე შემდეგ. შენ თუ ბეღურა ხარ, შენ თუ ეს დელ პიეროს ხასიათი გაქვს, ეს ვაჟკაცური, შენ იქ უნდა დარჩე. ერთად უნდა გიწირდეთ, ერთად უჭირდათ დელ პიეროს და იუვენტუსს. მაგრამ ისევ ამოვიდნენ სერია A-ში და ისევ ძალიან ძლიერი გუნდი. მოდი ახლა ძალიან რო არ გადაგღალოთ, ნახოთ ერთი ანიმაცია და ამით დავამთავროთ. მოდი ეგ აღარ გინდა ეგ.